გაუმარჯოს ხალხო დილამშვიდობის ჯდომიარე ვლოგია წოლიარე და გადაველი ჯდომიარე ვლოგზე მზივა და მესამედ წავისვი კრემი ხელებზე მესამედ აი ესე ჯეჯერობით სხვა უნდა ვიყიდო და ისა ერთი ეს მაქვს ერთი კიდე სხვანაირი მაქვს იმასაც გავიხმარ და მე ცოტა ისე მაქვს სურათები რომლებიც თქვენ გამამიგზავნეთ რომ კარგი არისო ხელის კრემისთვის და ხელისთვის ხო და მე გამოვიყენებ მაგას სანავე ხა ყავა დუხდებოდა ხმა გესმით ბრახაბრუხის ყავა ეგა მოვიწეს რიგე ცოტა ფრჩხილები ხო და ისა ყავას დავლე და ეხლა ტორსას სულ ჩავდა. ой, შუქი არ არის კარგი. ამიტომ მოდი იქით გადავალ, იქით გადავიდეთ. ყავასაც იქით გადავიტან და აქ დავალიოთ. აი ამ ეს სურათები ხო ჩამოვკიდე და ეს ჩემი ლამაზი გოგო ბიჭიც აქ ჩამოვკიდე, ხო და აქ გადავიღოთ ვლოგი და ვიჭორავთ. ცოტა ხანი რომ მე რა ვიცი, უნდა ჩავიდე კუხნაში, ნახო ანუ ისა რა საჭმელი მაქვს ერთი წამით ეს ჩამოვიწიო რომ ამით უნდა გადმოვდგა ყავა ვერ ვიცი გოგო ხშენი კაი ხო რაღაცა სხვას ვიცო კუხნაში მე ჩავიდე ნახო რა საჭმელი მაქვს რა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო, რა არ უნდა გავაკეთო და საერთოდ დამჭირდება თუ არა დღეს რამე სადილის გაკეთება თუ საჭმლისა თუ რა ვიღაცა გვინდა. დღეს ვარ სახში ამ 3 დღის მანძილზე და შესაბამისად დღეს დღეა სადაც ნეტად უნდა დავალაგო რაღაცეები. არ ვიცი როგორ ხასიათზე ვიქნები, მაგრამ ამის აღებაც მინდა. რომ ადგილი გათავისნახე რომ ხელა ადგილს იკავებს და აი ამ ტახტს გადავიდა ტახტია თუ კრესლო ისე აქ და ცოტა გავფართოვდებით რა აი ესე ხა დავჭდები აქ და აქ ვიჭორავ ვილაპარაკოთ და ვისაუბროთ აი ესე ისე მანიკური წავწვა, მაგრამ მე ისა მაინც დღეს ყველა ვარიანტი გამეცლება და მე კიდე მეზარება რა გაცლილის გაცლა მეზარება და ან კიდე დამატება და წასმა მეზარება და ისე მოულელად გამოიყურება ხოლმე მოკლედ ფრჩხილები და არ მინდა. ვაფლი. ლიანა იყო დილას ლაშას დაიდა ხო და მეძინამე ხო და ისა ვერ ნახე. ნუ გამოვიდა ბანანი და ეს რაღაცა კაფეტები რომ დაგხვდება ხოლმე ხვდებით რომ იყო. მარტო ლაშა და ივანი წავიდნენ სკოლაში და შესაბამისად ანუ არ ავდექიბე რა, იმიტომ რომ მიხედეს თავის თავს და ესე წავიდნენ. ჯერ ისევ არ დადეგები გვაქვს ასე გამოდის ჩვენ. ნინა რამდენი ხანია დაბლა რასაკეთებს. დაბლა რომ ჩადის და მოიკითხო ეგ. თორე რა ვისაწავო ხურკაც ბარეზის. საჭმელად გავუშმიდი მეთქი. ნინო რა შვები? რა არის? კვერცხი შევიწვი. ძალიან მომიდა. გოგო კვერცხი თუ გინდოდა ალბი არ ვიყავი აქ. იქნება ერთხელი დაიბუგო ხელები. იმ ტაფაში შეიწვი? პატარა როა. იქ ტაფა ხოა. არ გინდა რომ ჩახვიდე და რამე შოკოლადი ამოიტანო. უნდა მომეტა. წადი მიდი კარი დახურე და გაიქეცი. ეს ბლინჩიკიც ვერ ჩააგდე გაგეცხელებინა იმ ტაფაში. გუშნა ეხლა და მე. ეგევედა და ბლინჩიკი. შენ ნორმალურ ხარ? აი ეს ამას რო ცხიმი აქვს და სულ საუშვებს და მთელი საყრია ბლინჩიკი. უცებ გადმოვიდა. მეორედ აღარ გააკეთო. ეგეთი რაღაც წადი ამოიტანე რა შოკოლადი. კაცო, აი მაგიტო. რატო არა მუშაობდი აქამდე და რა ვიცი, მე მგონი ეხაც დავანებოთავი ჯობია. ისეთ რაღაცას გააკეთებენ რომ რა იყოს. დასვი და წადი ძირს, დასვი.
ბლინჩიკი დავდე გამათბობელზე რომ გამთბარი იყო. ეგრე, ანუ განათებში ვიცი ხოლმე რაღაცის დადგმა რა, აი ძალიან კარგად თბება. ამას ეგევე დაუდია. ურსახუხავენ ხოლმე მანდა და გახუხა. არა, ბუეტია რა. ეტარა სამოიტანს ახლა. დავდი ხმერ ვერ შეუვარდი არ ამდგარაჯერ. დღეს ეს უნდა გადავაბრძანო დიდში. ნახე რაც იქიდან ჩამოვიღე. როგორ გალამაზდა და გახასხასდა აი ცოცხალი იქ სუ გამოუშვა ფოთლები. არა და შაშა ნიკიდო და ძალიან კარგად იყო და წელს რაღაც არ მოწონს იქ. ეს ძალიან მიყვარს ეს ყვავილი ძალიან. პრინციპში რა ყვავილებიც მაქვს სუ ყველა ძალიან მიყვარს და ველოდები ხა კალანხოვები უნდა გაყვავდეს კი რომ აფეთქდეს ყველა და მაი მაგას ველოდები. დავიცი ჩემი ზემიო კაცი ცასე მომეცი დალეწილია და მტროული კი არა ჭამებარი და ტრესესუს ჩავტა გუში მინდოდა ადრე დამეძინა და მე ნინო რო დავაძინე მეორე პარტია დავაძინე რაღაც და დაიძინა მეორე პარტია ისიც შევყარები თომ არ ვაპირებდი მაგრამ სარეცხი და რა უნდა დამეძინე გამახსენდა რომ ის ერთ ხმაქანაკალო ჩართული ვეთქი და დაველოდი სხვა გზა არ იყო სადღაც პირველისკე რო გამოირთა საერთოდ მანქანა მერე იქით ხარეს გადადი მერე ამომქრა თქოს ის ბაში ნახე რომ ნინო ვითომ ცეკვიდა სადღაცას მიდიოდა საზღვარს იქის საზღვარგარეთ და უშვებდი მასტოკა ხო და ესა ვითომ დამეძინა მერე ვითომ ლაშამ რო წაიყვანა რომ უკვე უნდა წასულიყვნენ და ჩამსდარიყვნენ აღმოჩნდა რომ ანუ ტანსაცმელი საკმარისი არ გავატანე მერე ვითომ ერთი სიტყვით აი დავიტანჯე და რატო ვუშვებდი მარტოკა ვერ მივხვდი გამოწეგეთ საკრაგად აჭიქ ბლინჩიკი მორჩა ოიცარი ეგდო ესენი და ავიღე ამიტი არ არის არა უშავ ნახავ რაღაცა ფარში რაღაცა იქნება ბრწურად ხორცი და ავაკეთებ ადვილია ეს ბლინჩიკები ხო გავაკეთე ნამუშკის რეცეპტით და თან ხო ვიდეოც ჩავწერე ეს მომისჭიკა ხო და ისა გადადგე იქით ნანუშკი მოყურა და ყველაფერი კარგად გააკეთე მაგრამ ბოლოსაც ჩაათხლიში წყალი ერთიანად ნელ-ნელა უნდა ჩაგეშვა ცოტა მაინც აური ესე ეგ აღარ მახსოვდა რომ არა და ვიდეოში ძალიან გარკვევით ამბობს რომ წყალს რო ჩაუშვებთ ბოლო პარტია წყალიო ძალიან ნელ-ნელა უნდა ჩაუშვათ ხო და ეგ მე ვერ გავიგე არა არ გავიგე ან ხო მაინც ჩემები გაურიე რა ეს არის ჩემი თუთა თუთას ვეძახი იმიტომ რომ ფოთლები აქვს ზუსტად მსგავსი ყვავილების აი ეგ რაღაცებია გამოტანილი ფიქრობს რომ საყვავილე რაღაცა იქ ველოდები ანუ ამის ყვავილი არ ვიცი როგორია და ველოდები ამასაც ველოდები ამასაც ულამაზესი ყვავილი აქვს ნახე როგორი ერთი ეს როგორი ერთი პეწო იყო აი ამ ხელა და ყვავილი ქონდა ისი ესადა ეს გაიზარდა ეხლა და ველოდები საიდანმე გამოუვიდეს იქიდან მოკლედ აი პერიოდი აქვს უკვე ხა აყვავებისა და შევციცინებ უბრალოდ არის ხო ეს მილაგია აი ესე მიწესით ფანტის ბოთლი არ უნდა იყოს აი ხო მილაგია ეს ყვავილები და რო დავალაგე ეს ყვავილები მეგონა რომ ძალიან კარგად ვიგრძნობდი მეც თავს და რატომღაც აი თითქოს ვერ ვიხდენ თუ ვერ ვახდენ ამ მდგომარეობაში რო არიან ეხლა მე რო დღეს ასე გავიჯეჯილე და ვიჯექი და ვიწექი უფრო სწორად და ნინოს საზღვარგარეთ უშვებდი სიზმარში და ვერ გაუშვი არა გაუშვი და რაღაცები მოკლედ
აი ამ დროს სამსახურში სრული ქაოსია ხოლმე და დავრბივართ, რომ იტყვიან, დავქრივართ, რომ პირველი შეკვეთები გავუშვოთ. ეხლა წარმოვიდგინე რასაც. ეხლა აკეთებენ იმას თევზებს უკეთებენ კუდებზე ეტიკეტს. აი ეგ პროცესია ხოლმე ამ დროს. ეგ ეტიკეტი ისაა გადაკრული, რო არის ხოლმე სკოჩისავით ეს. ესეთი გრძელი ქაღალდია და კუდზე უკეთებს და ესე ეკრობა ერთმანეთს. ეგ არის ხოლმე ესეთი გრძელი რა, ესეთი, ანუ ესეთია და წებოვანი ქაღალდია. აქედან დაბეჭდილია, რომ როდენდია ისა რა ქვია, ვადა რაღაცა და აქედან ხო წებოვანი როგორც ნაკლეიკა. ხო და ესია 3 ადგილას, 2 ადგილას გაჭრილი, რომ ადვილად ააძრო რა და არის ხოლმე ხანისია მოჭრილი ეტიკეტი, რომ ჭრილი ესე კი არა აქვს მთლიან ზოლზე. ნუ ეგეც მოსულ. მაგრამ ხანისია ხოლმე მოჭრილი, რომ დამთხევა არა აქვს, არც ესია გაჭრილი და არც ესე და უნდა ესე დაჯდე და სადღაც წვერიდან ააძრო. ეხლა მე ვისწავლე ჭკვა, მაგალითად ეტიკეტებს რომ დაარტყავენ ხოლმე რა, იმას რომ დააწერენ. როდემდე აქ ვადა, ავიღებ ხოლმე ერთ მუჭას, ამოვაბრუნებ და როგორც კარტი გადავშლი და ეტყობა ეს ჭრილი რომელსაც არ აქვს ვალაგებ და დედაჩემს ვაძლევ. გაუჭრელები რო არის დედაჩემს ვაძლევ ხოლმე. გაჭრელებს მე ვაკრავ. აი მე იმაზე ვიტანჯებ, ჭრილებ ხო არ მაქვს ხოლმე, თან ხელთათმანი რო გიკეთია ხო, თლად კოშმარია და მაგ დროს ხელთათმანი უნდა გამოიძრო, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გახსნი ვერ საით. ხო, ეხლა ცოტა დავამუღამე. მანახა დედამს როგორ სწრაფად რო ხსნის ხოლმე, რანაირად ახსნი ვკითხე სწრაფად რო არა აქ არაფერი და წვერიდან ანუ ესე უნდა აი ესე უხეშად უნდა დაიჭირო და აი ესე ქნა წვერზე და ეგევე გადაშლის ხოლმე ეს პაკეტი და იმანებს ქაღალდებს. ნინო კვერცხი კი არ შეგიწვია შვილო რავი დაგიწვია. დაბალზე ქონდა იმ პატარა ტაფაში ჩანგალი და ის არ უნდა ჩაყო. ურიე? ჯა? პატარა ტაფაში რაში შენ შეწვიე ხა კვერცხი. ხო ის პატარა ტაფა. მაგაში ჩანგლის კოვზის ჩაყოფა არ შეიძლება, რა ჩაყავი? ჩანგალი, აი ეს გვერდიდან მიუცურე და უცებ ავიღე. ანუ არ უნდა ჩაყო. დაწებებული საერთოდ არის. ხო და იმიტომ არ არის დაწებებული, სხვანაირი ტაფა არის და ჩანგალი და კოვზი აფუჭებს მაგას. იმით უნდა ვიღო ასაღებით. ხო, აი სილიკონისები რო არის, ისე ძველი ტაფა მქონდა რა, ჩვეულებრივი, ეგ მაგდაგვარი, მაგრამ გაფუჭდა და ვიყენებდი ხოლმე მაინც და მაგაში მე ისა ვინმეა? ჩემმა თირმა მოიტანა ტაფა რაღაცა იმისა და შეცვალ, ანუ ყური ჩვენ ტაფისა გაუკეთა და ის ტაფა ახალი იყო და კაი ტაფა არის, კარგად აიოშება. ბლინებიც, ბლინჩიკებიც მაგაში გავაკეთე და საერთოდ არ იკრავს, იდეალურია. იყო რა ქვია, მამა მოიტანა ეგ ტაფა რა, რასაც მე შევეწე, ახლა კვერცხი ხო და ტარი არ ქონა დამაგრებული და რომ უნდა დაემაგრებინა, არ ქონა იცი რა ადგილი? აი რამაც უნდა დაფაროს ის ლურსმების თუ რა. ხო, მე. ხო და მამამ უცებ ტარი გადაცვალა და სახურავიც არ ქონდა და იმის და. ხო და მაგას არ ვამბობ, უფრო შეცვალეს მეთქი. ანუ ბლინჩიკი აღარ გვაქვს. შესაბამისად გუშინ ივანეს მოშივდა, ჩავიდა და ის ჭამა რა ქვია, საცივი ჭამა და შესაბამისად მარტო ისღა გვაქვს, საცივიღა გვაქვს, ან მარტო წვენიღა გვაქვს, ხორცები არ არის. ქათმის ხორცსავთ 1-2 ცალი იქნება, შეიძლება აღარც არის. თუ დილას მამა შენ მარ მიასვენა. თორმაც აი უკვე ის პერიოდია რა, აი 2 ცალი და 3 ცალი როა და ეხლა ჩავალ გადავხედავ, რამდენად შეიძლება რომ რამე დავამატო. ან საერთოდ რა დავამატო. და ის რომ გაგეკეთებინა. მე ისეთი აფერი თქვა რა აბა. მასტერშეფში რო იყო შეერო თქვა. ტორტილი. გუშინ წლებში უყურებდით მასტერშეფს და ერთ-ერთი ჟიურის წევრი როა მანუელი. კაი კაცია, მაგრამ ისა მე მაგალითად, როდესაც რაღაცას ვუყურებ, ხო თან ერთადერთი პროექტი არის ეგ, რომელსაც
ვუყურებ, ანუ სხვა არაფერს, აი ადრე როცა ყვავი ვარსკვლავებს ვუყურებდი და რაღაცა, საერთოდ არაფერს აღარ ვუყურებ. ადრე სამზარეულოს ომებიც, ეხლა კი არ გადის, მაგრამ ვუყურებდი ხოლმე მაგასაც, ანუ კულინარიაც რაც შეეხება, რატომღაც მომწონს ამ ბოლო ხანებში და ხო და მანუელმა ისქნა, რომ მეო ტური იყო ეგეთი რა. ამ დაიცა რას ვაბობდი სხვას მანუელია მეთქი რო თქვი. კაი კაცია, მაგრამ ისა ლუკა რო იყო, ნაჭყებია. ნაჭყები არ იყო გვარი, მე მგონი. ნუ ლუკა, მოკლედ სუქარი ბიჭი რო იყო, ანუ თავიდანვე ვინც იწყება ხოლმე ჟიურის წევრ და მე პროექტს ვაღვიქვავ ესე, რომ ვინც იწყებს იმან უნდა დაამთავროს და სულ ის უნდა იყოს რა, ცვალებადობას ვერ ვიტან ხოლმე ეგეთ რაღაცებში და წელს ლუკა აღარ არის და მანუელი შემოიყვანეს. ნუ რას ვერჩი იმ კაცს ხა. ხო და ტური იყო ეგეთი, რომ მანუელის დაბადების დღე იყო და შესაბამისად თქვა, რომ მე უნდა გამიკეთოთო, ეხლა ან ტური იქნება ესეთი, რომ იქნება ტორტილია უნდა გააკეთოთო რა. ჩემ საპატივსაცემოთო, რომ ბავშვობაში ამასო მიკეთებდა ბაბოცო, დედაცო და მინდაო რომ ეს გემოვები გავიხსენო და აბა თქვენ იცით ეხლაო და ტორტილიაო რო თქვა, ანუ ვიფიქრე რომ რაღაცა ტორტის ერთ-ერთი სახეობაა და გააცვიდნენ ეს მონაწილეები კვერცხი, ხახვი და კარტოფილი აიყეს, კაცო, ტორტილია თუ არა თუდად ეს. ხო და მოკლედ დიდი ამბები იყო რა, რომ კარტოფილი უნდა ზეთშისე მოიყვანონ, რომ უნდა დარბილდეს თან ცოტა შეიწვას და პლუს ხახვიც ერთად და მე ამ ყველაფერი უნდა ჩაასხა კვერცხში, ათქვეფილში. და ეს უნდა დააბრუნო ისევ ტაფაზე. მე ეს უნდა ამოაბრუნო ისე რომ არ გაგიფუჭდეს. და შესაბამისად უნდა იყოს, არ უნდა იყოს ძალიან გამომწვარი, კი შემწვარი, ანუ მშრალი სისველე უნდა იყოს შუაში და ფაფუკი და მოკლედ კვერცხი, ხახვი და კარტოფილი უნდა ერთმანეთში ისე იყოს რბილი. რომ ნაზი საჭმელი იყოს, თან არ უნდა იყოს ძალიან გამომშრალი და მოკლედ ეს უნდა გაეკეთებინათ თუ. რა ვიცი, ბოდიალესი, მე ამოტრიალება ყოფილა ძალიან ისა, ჯერ დაფაზე გადმოიტანეს ზოგს თხელი კვერცხი და ზეთი ჰქონდა და ჩამოიზუნგლენ, მოკლედ დიდი ამბებით გააკეთეს როგორც იქნა. და თებსზე როდევ ესეთი, ანუ ეგ რაც ფუმფულა, რაც უფრო სქელია, უფრო ძვირფასია და კარგია, ხო. ხო და მე უთხარი ტორტილია უკაგიკეთოთ ხვალებეთ. ხო და ნახოთ ეხლა თუ ხასიათზე ვიქნებ ტორტილია გავაკეთოთ. ნახოთ ეხლა და თუ გავაკეთებ, მე მასტერშეფში წავალ. ტორტილია ვიცი უკვე. სულ მაინტერესებს ხო გუშინ ბარბარესაც ეგ კითხვა ჰქონდა რომ აი მაგალითად დავალებებს რო აძლევე ხოლმე როგორ უნდა რა უნდა გავაკეთო იმ დავალებით ხო თუ არ ვიცი ტორტილია მაგალითად მე რო ხა იქ ყოფილიყავი და ხა ეთქვა ტორტილია გავიქცეოდი ავიღებდი კვერცხს ფქვილს იმას ამას და გავაკეთებ ტორტსა ანუ ვინც არ იცის რა ის ხوارი აი მე მაგალითად რამდენიმე ხნის წინ იყო სეზონში ესეთი ადამიანი რომელიც გემრიელად ამზადებდა მაგრამ არ იცოდა სხვადასხვა კუთხის ტრადიციული რაღაცები და თეორიულად უხსნიდნენ ხოლმე. აი მაგალითად მე რო ყოფილიყავი ხა და ტორტილიაზე ეთქვათ რომ ანუ უნდა ზეთში შეწვა კარტოფილი და ხახვი და მე კვერცხი და ანუ აი ეს თეორიულად ეუბნეოდნენ და აკეთებდა იდეალურ რაღაცებს ხოლმე რა. ხო და გუშინ ბარბარეც მაგას კითხულობდა რომ აი თქვათ არ ვიცი დასახელება მითხეს მაგრამ რაზიარო რა ხდება მერეო. ხო და წარმოვიდგინე რომ მე ვიყავი ხა ბანდა და დავარბეინებდი ფქვილს, სათქვებს, რაღაცებს, თელამებს, აცხობს და ესე. აღმოჩნდებოდა რომ კვერცხი უნდა შემეწვა. და მივუტანე ტორტი. ტორტილია, რა ვიცი ეს სახელებს საიდან გამოვა. ტორტილია არა ისა. კვირს რა ქვია. კარტოფილი ხახვით, კვერცხი ხახვით, რა არ შეგვიწვია, უბრალოდ გაერთიანებულია ხე, ერთად არის ეგ ორი კერძი. მაგალითად კარტოფილიანი და ხახვიანი კვერცხი. რა ტორტილია არა ის. აუ ერთი წამი მათხოვე რა გეხოწი დავიღალე. მომეციკო. კუკო ეგეც მომეცი. არ უნდა ვჭამო შვილ დავიღალე ხალხლო 2 საათი აი კვერცხს წინ და უკან დაათრევს. რაიმე მე გაჭრიალ და შემიძლია ხსე ეს ხმა
დავიღალე, ხან საით გაწია, ხან საით გამოწია. სად გადმო. და გადმოვაფრიებო. არა ხნის გავყრეთ ხო. ეს საფარია. ძალიან სრიალებს, ძალიან არ მიყვარს ეს რაღაცა. აი დასრიალებს აგე თავისუფლად რა და სულ დაბლაგდია. ხო და ის არის ამაში რაც გადავაფარე ერთ წამში აი ამან სოუზი ჭამა და ცალკე გულზე ხოდა ჩამოზუნგლული და ცალკე მაგიდაზე რა და ამას აქვს თეთრი ზედაპირი აი არის როგორ გადახოთ არ ჩანს აი ნახეთ როგორ თეთრია და ეს რო არ დავაფარო ან დაფხაჭნიან ან რაღაცა და დაზიანდება და მაგის გამო გადავაფარე თან არის დიდი თავი ბოლო დაბლაუდებ ამას ახლა მოვაშორებ იმიტომ რომ იმას შევყრი მაგრამ ვერ შევყრი წყალს ველოდები რომ მოვიდეს რა ანუ ისე სახმარი წყალი მაქვს მაგრამ ის 24 საათიანს ველოდები ხოლმე ხა უკვე სარეცხზე რომ პირდაპირ დაირეცხოს და არ არის ჯერ შორის ემდურებიან ეს დღეები არის ბევრ უბანში გათიშეს ისევ და იმედია რამეს აკეთებენ და დაბრუნდება ჩვენი წყალი ისეთი არ უნდა იყიდო აი გამჭვირვალეს ხელი რო ხო ის დამცავი რომ მეფარა ის მინდა ვიყიდო ოღონ მანამდე უნდა ეს ცოტა კუთხეები წავაქლებინო რომ ეს კუთხეებში იხევა ხოლმე ყოველთვის მე აქ გამათბობელს რომ გამათბობელი აღარ გვექნება ანუ აღარ გვექნება რა საფხულში აღარ ტოვებთ ხოლმე და იმას რომ ისევ გავუკეთ დეკორაცია შევცვლი აქ ტახტის და იმის იმიტომ რომ ხაი ფიზიკურად ვერ ვდგავთ ვერაფერს რომ ის არის გამათბობელთან არ შეიძლება ახლა დაიწება გაფუჭდება და რა ვიცი ხო და რაღაცას ვიზავ მე რა არა მე დეკორაციას შევცვლი რომ ოთახი უფრო დიდი გამოჩნდეს ზოგადად აი სურვილი მაქვს გეფიცებით რა რომ მქონდეს იმდენი ფული არ ვიყიდი სახლს ავაშენებ ეს სოფელში რა თქმა უნდა ავაშენებ სოფელში როგორ სახლს იცი თუნდაც აი რო იტყვე შავი კარკასი დავდგა ჯერ და აი შემეძლოს რომ გადავიდე თუნდაც აი გალესილი იყოს მარტო და გადავიდე დიდი სიამოვნებით გავაკეთებ გეფიცები აი ოცნებად მაქვს ეგ რაღაცა მაგრამ მგონია რომ ოდესმე ავისრულო თუნდაც ღრმა მოხუცებულობაში უნდა ავისრულო ეს აი ერთსართულიანი პატარები აი ერთი ან ორი კიბით რო ადიხარ ზემოთ რა ანუ არ პადვალი არ ბელეტაჟი არაფერი 2-3 კიბით რო ადიხარ იმაზე რა ქვია პატარა პლოშატკაზე სადაც შეგიძლია პატარა მაგიდა და სკამი დადო პატარა აივანი და შედიხარ ოთახში სადაც არის არანაირი ზედმეტი ოთახი კუხნა აბანო საძინებელი და მისაღები დამთავრდა აი ამ ხელა სახლი პატარა ეზოთი და აი მინიმალური ყველაფერი და თუნდაც მარტო ტუმბო და ის მედგას იმაზე რა ქვია საწოლი მოკლედ მე მგონი ჩემი ღრმა სიბერის სახლზე ვლაპარაკობ სადაც მარტო მე და გლაშა გადავალცა ცხოვრება მეც მინდაო წადი იმასაც უთხარი მეზობლებს და თქვენი ფეხი არ იქნება იქ იმიტომ რომ მე სადინებელი არ მექნება აი აქ მოდით ხოლმე თქვენ იონესთან იონე ამბობ მაგ თემაზე ხოლმე ველაპარაკა თქვენთან და დამავიწყდა ვილაპარაკოთ რა პრობლემაა ბაღში ხო არის კუდა სადაც ამხარი აი ძალიან დანგრეული სახლი ხო და იონე ამბობდა ეგ უნდა გავარემო ეგ უნდა გვეყიდა ეგ სახლი სადაც ახლა კუდაა მაგრამ იმ პერიოდში სანამ აი ესე გავცალკევდებოდით რა და აქ დავრჩებოდით ჩვენ მეთქი სანამ კიდე შესაძლებლობა არის იმისი რომ კედლები არ დაინგრეს ეხა უკვე დასანგრევი ეგ სახლი გადაფარება გავაკეთოთ და აი მე რო ვამბობ ზუსტად ის სახლია ოღონდ მართლა ხარ ძალიან საყვარელი უბრალოდ აღარ ვარ გამდენი წელია ესეა და ხო და ისა მაშინ არ ყიდდნენ მაგრამ მე უკვე რო გავცალკევდით და რაღაცა თვითონ გააკეთეს შემოთავაზება ხო არ გინდათო და უკვე აღარც გვინდოდა და აღარც რა ვიცი აღარც იმის შესაძლებლობა აღარ იყო მაგრამ გეფიცებით აი რომ მქონდეს ახლა გარკვეული თანხა რა ვიცი სულ ცოტა 20-30,000 იმრა ეხლა რა თქვით ეგ სულ ცოტა დავიწყებდი აი მას დავანგრევდი და იმას არა აქ არ გავაკეთე აქ ძალიან დესტია სანამ სხვაგან გავაკეთებდი
მე ბაღში. როგორ ვერ უნდა გავაკეთო? ხო მუშაობ. მე რა 600 ლარი მაყილფას. ხო მუშაობ. მე რა გადავდებ ხო? მე ბაღში ვაკეთებ ხოლმე პატარა კოთებით. რა არ გამომდის. გადასახარებელი მჭირდება ხოლმე და რო არა მაქვს პარკებს. რათა ადიელა ხო გათხოვე და გადააფარე სამკუთხედი კოხი რო გქონდა? არა. 2 წლის წინ აი იქ თეთრი სეტკები რო გააკეთ ერთმანეთზე და ადიელა რომ მოგეც წითელი და გადაფარებული რო გქონდა, შენ არ იყავი? ბარბარე იყო. შიგნით გქონდა დაფარებული. არა, ზემოდან გქონდა გადაფარებული. ხო. და იქ პაზლები ედო. ხო, ბარბარე იყო ისე. აი ასე ხარ. ხო დავლიე თქვენთან ერთად ყავა. ვინა თქვა არ დალევს? ხა ვიზა წამოხდე და ვეცე და გავაკეთო ყველაფერი. რაღაცნაირად დილით რო ვახერხებ ხოლმე ვიდეოს ჩაწერას, მე საქმეს ვაკეთებ, აი რაღაცა ნერვიულობის გარეშე, იმიტომ რომ ვიცი რომ ანუ ერთ-ერთი საქმე რომელიც ვიდეოების ჩაწერა ჩემი ის უკვე ჩაწერილი მაქვს, ის უკვე გაშვებული მაქვს და უკვე მეორე საქმეს ვაკეთებ რა. შესვენებამდე სანამ კიდე ვიდეოს ჩავწერა რაღაცა ეგეთი. აი, ავა იყო ეს ის ყავა 2 დღე რო ვერ ავსვავდი. დღეს მესია. ეს როგორ? სხვა შორს აი მის გარეთ სხვა არის ხოლმე რთული. რა ჩავდებ ხოლმე ხა ჭურჭელი არის? წუხელ დავრეცხე? კი დავრეცხე. ცოტა არის. ნამცხარი და ის უჭამით ისაღარ გამირეცხია. რა შემოიტანა გუშინ. აი ესე რო ჩავდებ ხოლმე, რო დალბება და აი რომ მოусვე, მაინც არ ეცლება ხოლმე, ვტოვებ ხოლმე მერე წყლით ამ ჭიქას, რომ ეს კარგად ისაკდეს. თუ გავრეცხე გუში. გავრეცხე, ყველაფერი გავრეცხე ციტიც. შეგეთი. ეხა ამას დავატრიალებ და გადმოვატრიალებ. და მიმკითხავეთ. ესეც ესე წავედი ახლა საიდან დავიწყებ არ ვიცი, ძაღლებს ვაჭმევ პირველ რიგში. ძაღლებს ვაჭმევ და ესე მიყვები ნენელა ხო ის დავფინო სარეცხი. შევამოწმოში გადაში წყალი მოვიდა თუ არა. აი აქ, აი შეხედეთ. აი ეს 2 თითი განსაკუთრებით, რატო არ ვიცი. ესეც, მაგრამ აი ეს თითები განსაკუთრებით მაქვს შესიებული. მე ვფიქრობ ცივი არის ხოლმე პროცესი, რომ თევზი მიჭირავ ცივი. მაგის გამო გუშინ ჩავიცვი ზედიზედ 2 ხელთათმანი და აქეთა თემაზე ხელზე ჩავიცვი 3. ხო და ისა უშველა სხვათა შორის იმდენი შეგრძნება არ მქონდა სიცივის და მაგის ბრალია სავარაუდოდ, იმიტომ რომ ეს 2 კვირა სახში რო ვიყავი, აი სრულიად ჩამიცხა, ისე კი არა, კარიცოს გაკეთებასაც ვაპირებდი, ახლა ვერ გავიკეთებ. მაწუხებს. მამა, მე მაკარონები გააკო. ხელი ცოტა უფრო სქელი მქონდა და ფიქრობდა. აფერის სქელი არა მქონდა. უფრო სქელი. გუშინაბობდა ესეთი წული ბარკლები რათა აგნიოს. ერთ დროს მეც ეგეთ წული ბარკლები დავიბადე. ერთ დროს მეც 300 ვიყავი. ნუ 3 კილომეტრი. თან მინდა რომ ავიწოდო, მაგრამ აზიარავა რატო როგორანაირად წინაზე ხო გითხარით, სასწორი გაშტერდა მიუხედავად იმისა, ახალი ელემენტები ჩაუდგა, მაგრამ არ უნდა და მავიწყდება რომ ლაშას ვანახეთ. დღეს რომ მოვალ გამახსენე რა, მოვალ რაღა და მოვალ. გამახსენე. მოკლედ, დაგებშიდობებით ახლა, ვდგები, მიდგები, მოვდგები, საად როგორანაირად რაღაცებს გავაკეთებ და დაგიბრუნდებით, მე ისევ დასვლა და ვიჭუქჭუკოთ აი თემაზე, რაზეც მინდა რომ ეს დღეებია გელაპარაკოთ, მაგრამ რა ვიცი, ეს რა კარგად ეჩანს. დამაცეთ. ჩემი თუთა. ვიჭორავთ მოკლედ. იცი როგორი საყვავილი მინდა, ძალიან ელემენტარულს განა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ აი აქ იყოს კედელზე ეს ზემიოპულკასი მაქვს აქ. უბრალოდ 4 კუთხედი აშენებული და განყოფილებები ესე რა დაყოფილი და თითო 4 კუთხედში თითო ყვავილი იდება. ანუ არაფერი განსაკუთრებული, არაფერი ძნელი აწყობის ისა მასალა მაქვს, მაგრამ
როცა ერთი კედელი გინდა სამაგისოთ და არა მაქვს ის ერთი კედელი თავისუფალი. ხო და აი მე რო ჩემს სახლს ავაშენებ, აი არ ვიცი, რაღაცას რო ვაკეთებ ხოლმე, აი ამასაც ვიტყვით და დაგებშტობებთ, რაღაცას რო ვაკეთებ ხოლმე, რაღაცას რო გავიფიქრებ ხოლმე, ან ხო არის რაღაცა მომენტი, რაღაცა ხდება და რაღაცაზე გენერვიულება, აი სათხაცა შიგნიდან გძნობ ხოლმე, რომ რაღაცაზე არ უნდა ვინერვიულო და ჩემ თავს ვეტყვი ხოლმე, რომ ესე იგი ამას თუ გძნობ, ესე იგი ეს მოგვარებადია და ისე მოგვარდება, რომ ნერვიულობამდე არ მივა. მაგ ხოლმე ეს განცდა, ოღონდ მართლა და ან რაღაცის გაკეთებაზე, რამდენად გავაკეთებ, რამდენად შესრულდება და რაღაც ეს შინაგანი განცდა მაქვს ხოლმე, ყოველთვის ხდება ხო. ანუ არ გავუტყუნებ ვარ და ეხლა რასაც ამას ვამბობ, აი სადღაცას მგონია რომ ეს გაკეთდება. და აი ამ ყველა ცხოვრებისეულ რიტმთან ერთად მინდა რომ სამისოთაც მომემზადო და სამისოთაც პაწაწინა თანხები გადავდო და აი მგონია, აი ზუსტად ვიცი, შეიძლება 10 წლის მერე, 20 წლის მერე, ძალიან ეხა იქითაც ნუ გადავალ რა, რომ მარტო ჯვარი წერი ყველა ზალა დამჭირდეს. იმ სახში. მაგრამ მგონია რომ ეს ასრულებადია. რა თქმა უნდა, თავარი ჯანმრთელად ვიყოთ კაცო და ყველაფერი იქნება მაშინ. წაველი ახლა მომავალ ვიდეომდე დაგებშტობები. დღეს რაღაცა კაი იმით ვარ. რატომაც არ იქნება, რაღაცა მოუხერხოთ და რაღაცაც დავხატო, რამდენი ხანი არ გამიკეთებია და მინდა მთხოვს შიგნიდან ფუნჯი რაღაცა მთხოვს რომ გავაკეთო. რა ვიცი, ნახოთ და თუ რამე გავაკეთე კიდე ხო იცით და გეგმა არ მიყვარს და თუ რამე გავაკეთე რომ გაგიზიარებთ, ხო კარგად იცით, იმიტომ რომ ჩემი ყოველდღიურობა თქვენთვისაც ყოველთვის ნაცნობია ხოლმე. წავედი ახლა ბედნიერ დღეს გისურვებთ, აბა ადექით, ნუ დავიზარებთ, დეპრესიები გადავდოთ გვერდზე, იმიტომ რომ ისე ჩაგვივლის ცხოვრება, ისე გაივლის წუთები, რომ ვიტყვით, რომ ამ დროს სად ვიყავი? ამ დროს დეპრესია მქონდა და უბრალოდ მინდოდა რომ ადიელა შემოხოვული, ხალათი შემოხოვული ვიარო. ასე არ არის, ადექით ხალხნო. მოუკვდა პატრონი დეპრესიას. წაველთ ახლა. აბაჰი, დროებით.